ჩინეთის ქალაქ ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც ვლადიმერ პუტინი მონაწილეობს. რუსეთის ლიდერმა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩინეთის ლიდერთან და ინდოეთის პრემიერთან. პუტინი და მოდი მოლაპარაკებებზე ერთი ავტომობილით გაემგზავრდნენ. რუსეთის ლიდერი უკვე გამოვიდა სიტყვითაც და ილაპარაკა უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჩინეთში შეკრებილ ლიდერებს მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაინტერესდა რა პოზიციაზე არიან ახლა ის ლიდერები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას ემხრობოდნენ. თამარ ჭავჭავაძე მოგვიყვება ვრცლად ამ შეხვედრის შესახებ. დიახ, სოფო, ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ პოზიციას არ ცვლის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მისი შეფასებით ორმა ფაქტორმა გამოიწვია. პირველი ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს და მეორე ნატოში უკრაინის შეთრევის მცდელობა. პუტინის თქმით, ორივე ფაქტორი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ომზე საუბრისას პუტინმა გამოიყენა სიტყვა უკრაინაზე თავდასხმა, როგორც წესი ამ ფაქტს ის არ აღიარებს. უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ომის დასრულება არ სურს, არის რუსეთი. ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტიანძინში მიმდინარე სამიტი ახსენა და განაცხადა, რომ ყველა ლიდერი, ვინც დღეს ჩინეთშია და სამიტში მონაწილეობს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის და ომის დასრულების მოწოდებით გამოდის. ორი კვირის წინ ვაშინგტონში ითქვა, რომ ამ დროისთვის რუსეთი მზად უნდა ყოფილიყო რეალური მოლაპარაკებებისთვის, ლიდერთა დონეზე შეხვედრისთვის. უკრაინა უდაოდ მზადაა ამისთვის. რუსეთი კი ინვესტიციებს დებს შემდგომ ომში. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც აკეთებს. მსოფლიოში ყველამ განაცხადა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს. ყველა დაჟინებით მოითხოვდა, რომ ომი უნდა დასრულდეს. ასეთი იყო ჩინეთის პოზიცია. ამის შესახებ ვესაუბრეთ ინდოეთის პრემიერს, სხვა ლიდერებს, რომლებიც ახლა სამიტზე იმყოფებიან. პრინციპული განცხადება გააკეთა რომის პაპმა, რომელსაც მადლობას ვუხდით. ერთადერთი, ვისაც ომი სურს, რუსეთია. იმედი გვაქვს, რომ არავინ მოითმეს ომის გაჭიანურებას. იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და დიდი ოცეული ძლიერ პოზიციას დაიკავებენ. ეს კრიზისი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით კი არ წარმოქმნილა, არამედ სახელმწიფო გადატრიალებით, რომელიც დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული და მხარდაჭერილი. შემდეგ შეიარაღებული ძალების დახმარებით, უკრაინის იმ რეგიონებისა და იმ ხალხის წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობებით, რომლებმაც ეს გადატრიალება არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს. კრიზისის მეორე მიზეზია დასავლეთის გამუდმებული მცდელობა შეათრიოს უკრაინა ნატოში, რაც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არაერთხელ ვთქვით. ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალისხმევასა და წინადადებას, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის დარეგულირების ხელშეწყობისკენ. იმედი მაქვს ის გაგება, რომელიც მიღწეულ იქნა ალასკაში რუსეთ-ამერიკის მაღალი დონის შეხვედრაზე, ასევე ამ მიმართულებით მიდის და გზას უხსნის მშვიდობის დამყარებას უკრაინაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში დაანონსა, რომ მიმდინარე კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით აქტიური იქნება. ცნობილია, რომ 4 სექტემბერს პარიზში ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან. Financial Times-ის ინფორმაციით, შეხვედრა ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართება და მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, კერძოდ კი ძალების გაგზავნის საკითხი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც გუშინ პოლონეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინს მტაცებელი უწოდა. ყველა ეს ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად 18 აგვისტოს ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფრიდრიხ მერცმა. გერმანიის კანცლერი წერს, რომ უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე ომის დასრულება შეუძლებელია, რადგან რუსეთის სამიზნე ხვალ შეიძლება გერმანია გახდეს. ვემზადები უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის. ვცდილობთ ის შეძლების დაგვარად სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად, რადგან ქვეყანა დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას. ხვალ კი იქნება შემდეგი ქვეყანა, ზეგ კი ეს ჩვენ ვიქნებით. რაც შეეხება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს, მასში 20-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის არიან ბელარუსის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები. რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის ცოტა ხნის წინ დაიწყო შეხვედრა. დღეს წესრიგშია უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. მანამდე თურქეთის ლიდერმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ასევე მონაწილეობს სამიტში. შედგა შეხვედრა ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის და ასევე რუსეთის ლიდერსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის. როგორც კრემლი აცხადებს, მოლაპარაკებებმა ინდოეთის პრემიერთან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ორ დღეში ტიანძინში აღლუმი გაიმართება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და იაპონიაზე ჩინეთის გამარჯვების მე-80 წლის თავს ეძღვნება. მას ჩინეთში ჩასული ლიდერები დაესწრებიან, თუმცა უმეტესობა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ჩათვლით ჩინეთს მანამდე დატოვებენ.